კაცი, რომელიც უსამართლობას ვერ ეგუებოდა, საქართველოს ყველაზე ძებნილ აბრაგად იქცა. ჭაბუა ამირეჯიბმა ეს ეპოსი საბჭოთა ციხეებში დაწერა. ამას 10 წელი დასჭირდა. დათა თუთაშხია დუელში კლავს რუს ოფიცერს და მთებში გარბის. ის ლეგენდა ხდება, ეხმარება სუსტებს, ებრძვის კორუმპირებულებს. ქართველი რობინ ჰუდი. მისი ბიძაშვილი მუშნი მას ჰგავს როგორც ორი წვეთი წყალი, მაგრამ საპირისპირო გზას ირჩევს. მუშნი მეფის რუსეთის პოლიციას უერთდება. მისი ცხოვრების მისია დაიჭიროს დათა. დათა ცდილობს დაეხმაროს ჩაგრულებს. ისინი კი მაინც თავიანთ მჩაგვრელებს უბრუნდებიან. ის წვეთს ჩარევას. ხალხი მას გულგრილს ეძახის. ივიწყებენ მის სიკეთეს. ის ძალადობას მიმართავს, ძალით ანადგურებს ბოროტებას, მაგრამ ბოროტება ისევ ბრუნდება. მუშნი კარიერულ კიბეზე მიიწევს და საკუთარ სისხლსა და ხორცზე დაუნდობლად ნადირობს. დათა საბოლოოდ ხვდება, ძალადობა ვერ გაანადგურებს ბოროტებას, მხოლოდ გარდაქმნის მას. ერთადერთი გზა თავგანწირვაა. სიკეთის კეთება საზღაურის მოლოდინის გარეშე. ორი ბიძაშვილი, ერთი სახე, ერთი სისხლი. ერთი ემსახურება ძალაუფლებას, მეორე ემსახურება ჭეშმარიტებას. დათა გადარჩენას თავგანწირვას ამჯობინებს. მისი ლეგენდა იმპერიაზე დიდხანს ცოცხლობს. აბრაგი წმინდანად იქცა. გამოიწერეთ არხი მეტი წიგნისთვის 60 წამში.